მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ვიდეოთი, როგორც ხედავთ, მშვენიერი ამინდი გვაქვს დღეს და გადავწყვიტე ტყუილად არ გამეფლანგა ეს დღე და წავსულიყავი ერთ საინტერესო ადგილას, სახელად ჰოლი აილენდი. კი, კუნძულია და საინტერესო ის არის, რომ ამ კუნძულზე წვდომა აქსესი არის დღის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმე საათი. და აქსესი არის დამოკიდებული წყლის მიქცევა-მოქცევაზე. ხო, ანუ დღის რაღაცა განაკვეთში რამოდენიმე საათის მანძილზე შეგიძლია ამ გზაზე გადახვიდე, რომ მიხვიდე ამ კუნძულამდე და დანარჩენი 24 საათის დანარჩენი დრო არის ეს გზა წყლით დაფარული მთლიანად. და დროში თუ ვერ ჩაეტია შეიძლება მოგიწიოს ღამე გათევა. საინტერესო ადგილია, ძალიან ლამაზი ადგილია, ნამყოფი ვარ უკვე რამდენჯერმე ოჯახთან ერთად. მშვენიერი რამოდენიმე კაფეა, სადაც შეიძლება დაждე ყავადალიო მშვენიერი ნაყინი მიირთვა და ძალიან ლამაზი ციხესიმაგრეა სხვათა შორის, ასევე კუნძულზე. და დღეს გადავწყვიტეთ მაგ მიმართულებით წავსულიყავი რაით, ასე რომ შემომიერთდით, რამე გემრიელი მოიმზადეთ. ვეცდები ჩემი საყვარელი გზით წავიდე, რომ მხოლოდ მოტორვეიზე, სწორ მოტორვეიზე არ ვიარო, აი ესეთი ლამაზი პეიზაჟები გაგიზიაროთ და მეც დავტყვე. ასე რომ, წავედი. და პირველი პატარა საცობი, რა ხდება, ხო? დროებით შუქნიშანია, მე მგონი დადგმული. ეგ არაფერი და ამიტომაც ყავს მოტოციკლეტები, რომ აი ამ ტრაფიკს თავი ავარიდოთ. და მაგიტომაც ვერ გვიტანს რაღაცა მანქანის ბრძოლების რაოდენობა, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, რიგში დგომა არ გვიწევს. საკატაოდ შევახმიანე ჩემ მეგობრებს, მაგრამ როგორც ჩანს დღეს მოცლილი მხოლოდ მე ვარ და მარტო მივდივარ ჰოლი აილენდისკენ, მაგრამ ამასაც თავის მუღამი აქვს ხანდახან მარტო კატაობასაც. ანუ არ ცდილობ, რომ ყველას აეწყო უბრალოდ აი შენებაზე ხარ, სადაც გინდა გაჩერდები, თან კამერა მაქვს წამოღებული, სადაც მინდა გავჩერდები, ფოტოს გადავიღებ და არავის ანუ დისკომფორტს ამითი არ შეუქმნი. ჩემზე არა მაქვს მარტო საუბარი, რა თქმა უნდა, ეხა გრუპ რაიდზე რომ მიდიხარ ხოლმე, მარტო შენ არ ხარ, რა უნდა გაითვალისწინო ხოლმე სხვაც და მაგიტომაც რთულია რომ რაღაც კაი კონტენტი გადაიღო გრუპ რაიდებზე. ყოველ 2 წუთში ვერ გააჩერებ, ეხა 5-6 კაცს რომ აი მოდი სურათი გადავიღოთ ან რაღაცა და ვიდეო გადავიღოთ. დრონი ამოვიღო და მოდი ნახევარ საათი აქ გავჩერდეთ და ასე შემდეგ. მარტო როცა ხარ, კი, აი რაც გინდა გააკეთე, რა შენებაზე ხარ და ამასაც აქვს რაღაც თავის მუღამი. მოკლედ ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში რაც არ მიკატავია, ვცდილობ ერთიანად ამოვიღო. როგორც კი ხედავ რომ კაი ამინდია, ვცდილობ გამოვიყენო, ეგრევე გამომყავს მოტოციკლეტი გარაჟიდან. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის მაქვს ამდენი დრო არ მქონია, რავი, ალბათ უნივერსიტეტის მერე ამდენი თავისუფალი დრო. და ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო, სანამ ისევ დავიბიზები, სანამ ისევ სამსახურის რუტინაში ჩავერთვები. და ეს აუცილებელია, დატვირთული რომც იყო, მაინც ეცადე რომ გამოხვიდე, გაიკატაო, შენ არა მარტო მოტოციკლზე მაქვს საუბარი, დაუთმე შენ ჰობის დრო. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, აუცილებელიც არის. მე თუ მკითხავ, ცხოვრ. ოკეი, იდეაში ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ იქით, რომ მოტორვეის აუყვეთ, მაგრამ ჩვენ წავალთ მარჯვნივ. ცოტა რომ უკეთესი გზები გამოვიკვლიოთ. არა,
დიდი ბრიტანეთის countryside არის აი ულამაზესი რა. პრობლემა ერთადერთი პრობლემა რაც არის UK-ში, რაც არ მომწონს ძალიან, მაგრამ ну იდეაში სწორედაა, ყოველი ეს მიწა არის კერძო საკუთრება. სადაც იდეაში ანუ კემპინგი და ეგეთი რაღაცები არ მოსულა, არალეგალურია, იმიტომ რომ იდეაში შედიხარ ვიღაცის მამულში, ვიღაცის ტერიტორიაზე შედიხარ. ხო და რადგანაც ჰაიკინგი და ეს საგარეო აუთდორ აქტივობები საკმაოდ განვითარებულია ინგლისში, დაშვებულია რომ იაროთ, ანუ ზღვის ტერიტორია გაიაროთ და არის სპეციალურად გამოყოფილი ბილიკები, ჰაიკინგ რუთები, რომელიც კვეთავს ამ ყველა ტერიტორიებს და ანუ რაღაც ვიკენდზე თუ გინდა რომ გამოხვიდე და ჰაიკში წახვიდე და გაისეირნო მარტო ან შენ საყვარელ ადამიანთან ერთად, არის შესაძლებლობა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აი ეს კემპინგის ამბავში ღამე გათევა, ცეცხლის დანთება და ასე შემდეგ არ მოსულა. განსაკუთრებით თუ ტრანსპორტით გინდა სადმე რომ შეხვიდე. და უნდა ეძებო ხოლმე ან მოძებნო რაღაც ისეთი, რაც შეიძლება რურალ კემპსაიტები, სადაც გინდა რომ აი დაკემპო რა გემრიელად რა. კარგიცაა რაღაც ამბავში, ანუ მე კი არ მომწონს, იმიტომ რომ ვერ ვკემპავ ახლა ძალიან ბევრი ისეთ ადგილასაც მინდა რომ დავკემპო, მაგრამ იდეაში მშვენიერი რამაა, რაც ზღუდავს აი ესეთ კონტინგენტს, რომელიც მიდის და ანაგვიანებს მთელ ამ ბუნებას და ასეთ ლამაზ ადგილებს, ზღუდავს მათ, რომ აი შევიდნენ, საერთოდ რომ შევიდნენ მაგ ტერიტორიაზე. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსულია wild camping-ი, ეგ არის შოტლანდია. მაგრამ იგივე შოტლანდიაშიც ხალხს აქვს იმდენი კულტურა, რომ არ წაბილწონ. საქართველოში სამწუხაროდ ეს კულტურა არ გვაქვს. ეხლა ყველაზე არ ვიძახი, რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანები, ვინც აი მიდიან კარგ დროს ატარებენ და ასუფთავებენ, ლამაზად ტოვებენ, როგორც დახვდათ, ისე ტოვებენ თუ უკეთესად არა, მაგრამ არიან სამწუხაროდ ისეთი ადამიანებიც, რომ აი ანადგურებენ, რავი, ყველაფერ ნაგავს იქტოვებენ, და აი რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს ეხა ხოქსი ამოვნებს ადამიანო, რომ მიდიხარ და მოვლილი როა ყველაფერი და კარგ დროს რო გაატარებ. მეორედ ხო გინდა რომ მიხვიდე იქ, თუ რა, აი მეორედ სხვაგან წახვალ და სხვა ადგილს გაანადგურებ. აი ვერ ხვდები ლოგიკა რა არის, просто აი ციგორი არის რა ადამიანების რა. არა და აი ულამაზესი ქვეყანა გვაქვს, აი რავი, აი ყველაფერია რა, რაც კი შეიძლება ინატრო რა. ერთი კაი adventure bike იყიდე და მოიარე. აი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება არის, რომ აი იმდენი დრო მომცეს, ერთმა იმდენი საშუალება მომცეს, რომ საქართველოში ჩამოვიდე მოტოციკლით, ან რავი ვიყიდით ბოლოს და ბოლოს საქართველოს ტრიპისთვის რამე ისეთ საშუალო ფასის მოტოციკლს, ჩამოვიდოდი და აი მოვიკატავებდი მთელი რავი 1 თვის განმავლობაში, 2 თვის განმავლობაში მთელ საქართველოს გამოვიკვლევდი სიამოვნებით, აი ოცნების ტრიპია. საუბარი რა თქმა უნდა გქონდა ხშირად მეგობრებს, ბიჭებს აქ ქართველებს, რომ აი რაღაცნაირად იქნებ მოვახერხოთ საქართველოსამდე ჩამოსვლა მოტოციკლეტებით, ტური მოვწყოთ ესეთი, მაგრამ აი დიდ თანხებთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული, დრო, რაც ისევ და ისევ ფულია და რავი რა, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გამოდის, მაგრამ აი დავთვალეთ ყველაფერი, თანხები დავთვალეთ რა შეიძლება დაჯდეს, ესეთი ტრიპი დავთვალეთ დროის ამბავში, რა დრო დაგჭირდება დაახლოებით ესეთი ტრიპის განხორციელებისთვის. ნუ დაახლოებით გამოვიდა, რომ ნუ იდეაში კვირა-ნახევარი გინდა რომ აი გემრიელად რომ აი ტური მოსწყო რა საქართველოს მიმართულებით აქედან. Google Maps-ში რო ჩაწე, გიჩვენებს დროს საქართველოს ჩამოსასვლელად ტრანსპორტით, გიჩვენებს 2 დღეს და 4 საათს თუ 5 საათს. თუ სწორედ მახსოვს ლონდონიდან. და ნუ რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელია, მაშინ არ უნდა გეძინოს და არ უნდა ტრაფიკში არ უნდა მოყვე და აი საერთოდ რა. 2 დღის განმავლობაში აი ესე უნდა იარო, მაგრამ ნუ რეალურად რომ ავტონ დავწონოთ
იდეაში ეგრე კვირანახევარი წესით უნდა გეყოს, აი დღეში რომ დაახლოებით ეგრე 8 საათის განმავლობაში იარო, გაჩერდე აქა-იქ ადგილებში რა თქმა უნდა, ეხლა იმდენ მშვენიერ ადგილს გაივლი, მშვენიერ ქვეყანას და ქალაქს გაივლი. ეხლა ტყუილად ხო არ გადიხარ, უნდა გამოიკვლიო კიდევაც ასე თუ ისე, რაღაც გამეგაჩერდები, რომელიმე ანუ ძირითადად ვაპირებდით, რომ აი ესეთი რამოდენიმე ისეთი ქალაქი ავირჩიოთ, სადაც აი გვინდა რომ საღამო გავატაროთ. აგვერჩია ეგეთი რამოდენიმე ქალაქი და ეს დაგვებუქა სასტუმროები ან დასარჩენი ადგილები Airbnb-ით. ხო და ну მოკლედ კვირანახევარი საკმაოდ დიდი თანხა და თან მოტოციკლეტის ამბავიც არის, ეხლა მარტო ჩასვლა ხომ არ არის, უკანაც უნდა ჩამოხვიდე. ხო და იყო ეგეთი ვარიანტის ეგეთ ვარიანტზე ვფიქრობდით, რომ აი ვიყიდოთ მაგალითად მოტოციკლეტები, აი საშუალო ფასის კატეგორიის მოტოციკლეტები დაახლოებით, რავი, 600 კუბიანი adventure bike-ები, რაც არის მაგალითად, რავი, Suzuki-ს Vistrom 650-ები ძველები, ან Kawasaki Versys-ის მსგავსი რაღაც ბაიკები და აი ესეთი ტრიპი მოვცხოთ, ჩამოვიდეთ მანდამდე და საქართველოში დავტოვოთ მოტოციკლეტები და მერე უკან გამოვფრინდეთ. აი ეგეთი იდეაც გაჟღერდა მოკლედ. მაგრამ აი ვნახოთ, იმედია მოვახერხებთ, მივალთ მაქამდეც. წელს თუ არა მომავალ წელს თუ არა იქითა წელს და წელს აი საკმაოდ ბევრი გეგმები ჩამეშალა ამ ფეხის გამო. სერიოზულესი ტრავმა იყო და კიდე კარგი შედეგია, რომ აი დღეს აი მოტოციკლზე ვზივარ და ვკატავ ასე და სამსახურს უბრუნდები. ასე რომ თუთუნი არ მინდა მოკლედ, პირიქით, კაი. რაღაც ლაპარაკში გავერთე და ძალიან ელა მივდივართ, არა? მოკლედ ახლა პატარა რამოდენიმე სოფლებსაც გავივლით, ქალაქებსაც გავივლით, ასე რომ თლად ექსტრემალური რაიდი არ იქნება, თან მარტო ვარ ახლა, არავის არ ვეჯიბრებით აქ. ჩემ გემოზე ვკატაობ. ვერთობით მოკლედ. როგორც კი იქნება საშუალება, რომ ღია გზა შეგვხვდება, სადაც შეიძლება გავხსნათ და ავაჟღეროთ ეს ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტი, მე უკვე ყველაფერი იქნება. აი ესეთი ლამაზი countryside აქვს ინგლისში, აი ძალიან ლამაზი არის. სწრაფად სიარული ხანდახან არ გინდა ხოლმე, გინდა რომ უბრალოდ აი თავი ატრიალო. ეს სერვისი ხო ვერადავერ გავაკეთე ამ ბაიკზე. რამდენი ხანია მექანიკს ველოდები და დაკავებული ვარ ხო და იძახის და ისევ მე მომიწევს ალბათ სერვისის გაკეთება. ანუ არ მინდოდა სერვისის გაკეთება, მე თვითონ მე მგონი წინა ვიდეოში მოგიყევით, რომ აქ ანუ თუ კომენტარში დავწერე ვიღაცისთან, ხო ეხლა გამახსენე, კომენტარში დავწერე მე მგონი. მოკლედ აქ სერვისი როდესაც აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარაჟში გააკეთებინო, იმიტომ რომ აი იყენებენ ბეჭედს, სტემპს არ ტყავენ შენ სერვის სიგნალში, რაც ადასტურებს რომ სერვისი თავის დროზე გაქვს გაკეთებული პროფესიონალთან. და გაყიდვის დროს ძალიან დიდი ფაქტორი არის ეს, რასაც ხალხი ძალიან ხშირად კითხულობს, როდესაც მოტოციკლეტს კითხულობენ, რომ აქვს თუ არა მოტოციკლეტს სრული სერვის ისტორია. ანუ აი ეს სტემპები არის თუ არა დარტყმული ყოველ 3000-4000 მილზე. ხო, ნუ იდეაში ახლა მოტოციკლეტების სერვისი თანამედროვე მოტოციკლეტებზე ყველა წარმოებელი იძახის, რომ აკეთებენ, რავი, 10000 მილზეაო სერვის ინტერვალიო, რავი, ზოგზე უფრო მეტიც არის ალბათ. ახლა ამ ბაიკზე უწერია წიგნაკში, რომ სერვის მანუალში, რომ 10000-ია 10000 მილი. 10000 მილი არის სერვის ინტერვალი. მაგრამ ნუ ძირითადად ახლა ბაიკერები ვინც ვართ, ყველანი ვცვლით ყოველ 3000, ნუ მაქსიმუმ 4000 მილზე. მეტი პროსტო ნუ არ არის რა რეკომენდირებული რომ მოტოციკლეტს გაატარო, იმიტომ რომ ეხლა კი იმისავით თუ დაკყავს, პაპასავით თუ დაკყავს, რომ
30 მილს არაცელ და ზეთი იმდენად არ მუშაობს მაღალ ბრუნებზე, მოტოციკლეთ ძრავი მაღალ ბრუნებზე არ მუშაობს, მაშინ ალბათ კი, მაგრამ როდესაც დინამიურად ატარებ აი ესეთი ტიპის მოტოციკლეტი ყავს და სპორტული მოტოციკლეტი ყავს და გინდა რომ დინამიურად ატარო, მაშინ ზეთიც საკმაოდ ხშირად უნდა ცვალო. აი ესეთი ჩიპილები მიყვარს რა. ხო და, რას ვიძახი მოკლედ. ზეთი შეცვლის ინტერვალები. ყოველი 3000-4000 მილის ინტერვალით ვცვლი ხოლმე და ალბათ ისევ და ისევ მე შევცვლი ამაზეც რა. გაყიდვასა ჯერ არ ვაპირებ ამ მოტოციკლეტისას და რავი რა, მე ალბათ უფრო კარგადაც შეიძლება შევცვალო. ერთი ნიუანსი არის ტრიუმფებზე გასათვალისწინებელი, ამ ახალ ტრიუმფებზე, ძველებზე როგორ არის მართალი გითხრათ, არ ვიცი. RS-ებზე და RR ვერსიებზე ზეთს როდესაც ვცვლი, არის ერთი ტრიკი მომენტი, რომ ზეთის ფილტრი უნდა დააყენო, როდესაც უკვე ახალი ზეთით გაავსებ ძრავს. რაც იდეაში უცნაურია, მაგრამ ტრიუმფმა ახალ სერვისის მანუალში ჩასწორება გააკეთა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გარაჟებში, როდესაც სერვისს აკეთებდნენ, დეშზე აგდებდა notifications, რომ ძრავში არის დაბალი ზეთის წნევა. ანუ იდეაში რა ხდებოდა, ჩვეულებრივად ზეთს რო ცვლიდნენ, დრენაჟის პლაკს ხსნიდნენ, ჩამოცვლიდნენ, დაუყენებდნენ ახალ პლაკს უკან, ფილტრს დაზეთავდნენ, დააყენებდნენ და როდესაც დაგაავსებდნენ ხოლმე ზეთი, როგორც ჩვეულებრივად ხდება. და იდეა რაშია, რომ ამ ბაიკის ზეთის ფილტრი არის ზემოთ. ანუ ქვემოთ არ არის წინ, როგორც იაპონურ მოტოციკლეტებზე არის და როდესაც ჯერ ფილტრს აყენებ და მერე ასყავ ზეთს, თურმე იკეთებს ვაკუუმს, ანუ საჰაერო ვაკუუმს იკეთებს სადღაც და აი notification-ებს გინთებს ყველგან. Christmas tree-ვით, საახალწლო ნაძვისხესავით ანთებს, რომ რაღაც არისო, არასწორიო. და ერთადერთი ეგ არის გასათვალისწინებელი, დანარჩენი, ანუ ზეთის შეცვლა იგივეა რა, არანაირი სპეციალური პროცედურა და ის ამას არ სჭირდება. просто აწიე ბაიკი, ჩამოსალე, გადაავსე, ფილტრი შეცვალე და всё. ოპა, რა ხდება იქ? ამაზე მიმართლებს მაგრად. train crossing-ებზე დღეს. სულ ეს არის. როგორც იქნა მოვედი ჰოლი აილენდამდე, უკან უახლოვდები და აი საათ ნახევარი ვიარე და მხოლოდ აქ არის მოგრუმული. აი იქითკენ როგორც ხედავ, ცარიელი მოწმენდილიცა არის და აქ აი ესეთი. იმედი არ იწვიმებს რა, მოგრუმული იყოს და წვიმით არ იწვიმებს. აი ესე ვიწრო ერთლეინიანი, ორლეინიანი გზები ძალიან მიყვარს. ისიც გამოჩნდა. აი ეს არის ის გზა, რომელიც წყლის ქვეშ იფარება ხოლმე. აი ეს არის ჰოლი აილენდი. იქით თუ ხედავთ კადრში. და ლამაზია. ახლა ლამაზია ადგილი.
და ეს გზა იფარება მთლიანად წყლის ქვეშ და აი შანსი არ არის რომ გადახვიდ ნავით თუ გადახვიდ. სასწაული პეიზაჟია და რაღაცა უცნაური შეგრძნება გაქვს ისეთი რომ აი ჩვეულებრივი გზიდან ესეთ გზაზე რო გადადიხარ არის რაღაც წარმოუდგენელი. ძალიან მაგარი. რა მაგარი ადგილი. აი ამ ადგილას უნდა იყო ეხლა რამე ენდუროთი adventure bike-ით და ესეთ აი სანაპიროს გაუკვო ეგრევე ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ დღესდღეობით ისევ ტრიუმფს დავჯერდებით. არა ლამაზესი გზაა. ახალი გარეცხილი მოტოციკლი გავაოხრე მე მგონი, მაგრამ ალბათ ღირდა მაინც აქ მოსვლა. ესეთი ლამაზი გზაა. აჰა, ჰოლი აილენდიც მოვიარეთ. ლამაზი ადგილია ნამდვილად ძალიან, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი აღარ გავჩერდი. არ მინდოდა რომ ან ღამით დაურჩენილიყავი აქ, ან სულმას დაულოდებოდი, ასე რომ სწრაფად მოვიარე, ყავა დავლიე, რამოდენიმე სურათი გადავიღე, მე მგონი ერთი ორი კაი სურათის გამომივიდა, განახებ აუცილებლად. და ალბათ აქ დაგემშვიდობებით, მეგობარმა დამირეკა ეხლა ნახევარი საათის სავალზეა აქედან დაახლოებით და დამირეკა შევხვდეთ, ჩვენ ერთად ყატაობს ხოლმე და ბაიკითაა ისიც გამოსული. და ალბათ იმ მიმართულებით გავუყვები და მერე სახლისკენ. იმედია ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ლაიქ, კომენტარი, გამოწერილი თუ არ გაქვთ და მე კი მომავალ ვიდეოში ნახავთ. კარგი.